Წმინდათა უსხეულოთა ზეციურთა ძალთა მთავარ ანგელოზთა მიქაელისა, გაბრიელისა, რაფაელისა, ეგუდიელისა, ვარაქიელისა, სელაფიელისა, იორომიელისა, ტახნილისა და ყოველთა ზეციურთა ძალთა და მფარველთა ჩვენთა ანგელოზთა წმინდისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა, ნათლისმცემელისა იოანესითა წმინდათა ყოვლადქეულთა დიდთა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სიმონ კანანელისა, ბართლომეისა, თადეოსა, მატათასა და წმინდათა მოციქულთა სწორთა ქართველ განმანათლებელთა ქალწულისა, ნინოისა, მეფსა, მირიანსა, დედოფლისა, ნანასითა, წმინდათა დიდთა მღვდელმთავართა ვასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა, იოანე ოქროპირისა და მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მიროლუგის მთავრების ყოველთა საკმოქმედისათა და წმინდათა მღვდელმთავართა ჩვენთა ისეთ ტრიბუნელისა, ავიგოს ნეგრესელისა, იოსებ ბალავერდელისა, ნეოფიტ ორგნელისათა, იოანე მანგრელისათა, ანტონ ჭყონდიდელისათა წმინდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოანე ზედაზნელისა, ანტონ მარკოპელისა, შიომღვიმელისა, დავით გარეჯელისა, თადეო სტეფანწმინდელისა, პიროზ ბრეთელისა, ზენონ ნიკალწველისა, მიქაელ ოლუმბოელისა, ისიდორე სამთავნელისა, სტეფანე ხირსელისა, ელარიონ ქართველისა, გრიგოლ ხანძთელისა, იოანე, გაბრიელ ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა და წმინდათა ღირსთა და ღმერთშემოსილთა ტაუგლარჯეთში გაბრწყინებულთა ღირსთა და მამათა და დედათა და გარეჯში მოღვაწეთა ღირსთა მამათა დოდოსი და ლუკიანესითა, სერაპიონისათა, სიმონისათა, გაბრიელ ცილისათა, წმინდისა წინასწარმეტყველისა, ილიასითა, წმინდათა მოწამეთა, წმინდისა დიდ მოწამისა, ძლევა შემოსულ საკმოქმედისა, გიორგის და მოწამეთა ჩვენთა რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბოწბილელისა, შუშანიკისა, გობრონისა, დავით და კონსტანტინესის, შალვა ბიძინა და ელიზბარისა, შალვა ახალციხელისა, დიმიტრი თავდადებულისათა წმინდათა 100,000-თა ქართველთა თბილისში მოწყვეტითა, წმინდათა 6,000-თა ბერთა გარეჯში მოწყვეტითა, წმინდათა დედათა და მამათა აჭარაში მოწყვეტითა და წმინდათა კეთილმსახურთა მეფეთა ჩვენთა ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა და თამარ ისაითა, წმინდისა მარტისა, ისუ ნავესითა, წმინდისა ღირსა მამისა, სიმონ მესვეტისა, დედისა მისა მართასითა და წმინდათა მოწამეთა გორმეოთა მოწამეთა ქალწულთა ამონი დიაკონისა, აითალა დიაკონისათა, კალისტასი, ძმათა მისთა, ებოდისა და ერმოგენისა და მართლისა და რომელთა ზახსენებასაც აღვაწვრევ ჩვენ დღეს წმინდათა და მართათა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ დანაშთა ყოველთა წმინდათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერარგა კაცმოყვარე. ამინ. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისა და ჩვენთანაც. დღევანდელი დღე მრავალმნიშვნელოვანია თავისი სულიერი დატვირთვით. დღეს შეიძლება ითქვას არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კრების დღესასწაული. კრება ნიშნავს, რაც კი დღესასწაულებია ღვთისმშობელთან დაკავშირებით, დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წიხვედრია, ჩვენ სწორედ დღევანდელ დღეს დავაწესეთ ყოველთა ქართველთა ერთობის დღე. რომ მართლაც ეს დღე განსაკუთრებულია ყველა ქართველისთვის, რამე თუ ჩვენ შევედრებული ვართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომელმაც დღემდე მოიყვანა ქართველი ერი. რომ არა მისი მეოხება, რომ არა მისი მფარველობა, ნამდვილად დღეს საქართველო აღარ იარსებებდა, ქართველი ერი აღარ იარსებებდა. ჩვენ უნდა ვიყოთ მადრობელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედის. და როგორც ჯვარცმისას იესო ქრისტემ დედამისი ჩააბარა იოანე ღვთისმეტყველს, ხოლო იოანე ღვთისმეტყველი ჩააბარა თავის დედას, სწორედ სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ სწორედ 9 ოქტომბერს ივერის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა საქართველოში, მაშინ, როდესაც იოანე ღვთისმეტყველის ხსენება იყო და არის. ესეც შემთხვევითი არ არის. და ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა სიყვარულის უნარით. მოსიყვარულე ერი ვართ. და იოანე ღვთისმეტყველი თქვენ იცით, რომ არის სიყვარულის მხადაგებელი. მას აქვს ნათქვამი, რომ ღმერთი სიყვარული არის. სამნი მოწმობელთაში, მამა, დედა, სულიწმინდა, ეს სამი ერთი არისო. სწორედ მაგიტო ეწოდა იოანე ღვთისმეტყველს ღვთისმეტყველი.
მოციქულთა შორის მარტო იოანეს ეწოდა ღვთისმეტყველი. დღეს ასევე ხსენება არის ძველი აღთქმის წმინდანის და ახალი აღთქმის წმინდანების. და საოცარი არის სწორედ ის უნავე, რომელმაც სასწაულები მოახდინა თავისი ერის წინაშე, ებრაელთა ერი, რომელიც გამოიყვანა მოსემ, ატარა 40 წელიწადი უდაბნოში, მაგრამ რატომღაც უფალმა არ დაუშვა, რომ მოსე შეეყვანა აღთქმულ ქვეყანაში ებრაელთა ერი და სწორედ ის უნავემ შეიყვანა. მის წინაშე აღსრულდა უდიდეს სასწაული, მან მზეს შეთხოვა, რომ არ ჩასულიყო და საათობით გაჩერებული იყო მზე. მანამ სანამ ხანანელების წინაშე მან გამარჯვებით არ დაასრულა თავისი ბრძოლა. და მან 100 წელი იცოცხლა და შემდეგ ასე აღესრულება. და საოცარია მართლაც აი ჩვენი ერიც მიდის ამ უდაბნოს გზაზე. უდაბნო ჩვენ ფიზიკური გაგებით კი არ უნდა გავიგოთ, აი სულიერი შიმშილი, სულიერი წყდიანი ეს უდაბნო არის იგივე. ჩვენ გავდივართ აი ამ დროს და ჩვენ სულ მალე ღვთის განგებულებით ის სულიერი ის უნავეც გამოჩნდება საქართველოში და შეიყვანს იმ აღთქმულ ქვეყანაში, იმაში, რაზეცაა წინასწარმეტყველება საქართველოში, რომ საქართველო სულიერად გამწყინდება. მაგრამ თქვენთვის ეს პროცესი უკვე დაწყებული არის ღვთის მადლით. მაგრამ ამას დაგვირგვინება ექნება. დღეს საქართველო არის 4 დღის მკვდარი ლაზარეს მსგავსად. ის ყარს მის გულშემატკივრებს, ჭირისუფლებს, როგორებიც იყვნენ მართა და მარიამი და ჩვენ ვართ ის მართა და მარიამი, ქართველი ერი, გულის შეკვდივა ლაზარეს აღსრულებით და იმედიც აღარ აქვს ქართველი ერი, სულ კითხვები ისმის, რა გვეშველებაო, მაგრამ გვეშველება, ისევე როგორც მაცხოვარმა 4 დღის მკვდარი ლაზარეს მოუხმო, აღდგ ლაზარე და ლაზარე აღდგა და გამოვიდა. აი ესეთი სასწაული მოხდება საქართველოში. აღზრდեք საქართველო და საქართველო აღდგება. გამოიფხიზდეთ, გამო აი ამ ძილბურანიდან და შეუდგება უფალს. აი სწორედ ეს პროცესი გვაქვს ლაზარეს 4 დღის მკვდარის მდგომარეობა საქართველოში. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, ხელი არ უნდა ჩავიტნიოთ. იმიტომ რომ ჩვენზე არის წინასწარმეტყველება, რომ სულიერად გამწყნდება საქართველო. და არის წინასწარმეტყველებაც, რომ საქართველოში იოანე ღვთისმეტყველი იქადაგებს. ის არ აღსრულებულა თქვენ იცით, ის ცოცხალი დაიფრა მიწაში და როდესაც გაცხარეს მოწაფეებმა, იქ აღარ აღმოჩნდა. ისე რომ ელია და ენუქის მსგავსად იოანე ღვთისმეტყველიც მობრძანდება და იქადაგებს. დღეს არის სვიმონ-მესვეტის ხსენება, ეს ღირსი მამა განსაკუთრებული ღვაწლისთვის გამორჩეული, ამიტომ ეწოდა მას მესვეტე. პირველად იღვაწა მან ასე, პირველი იყო, ვინც თავს იდვა ესეთი კაცრი ასკეტური ღვაწლი, რასაც მესვეტეობა ქვია. და საოცარი არის, როდესაც ის ახალგაზრდა იყო და აღემატებოდა გამოცდილ ბერებს, ღვაწლში გამოცდილ ბერებს, წინამძღვარმა იმის გამო, რომ მისი მიბაძვით თვითმკვლელობამდე არ მისულიყვნენ მონასტრის წევრები, გაუშვა მონასტრიდან. და როდესაც ის წავიდა, დიდხანს იყო წასული, შემდეგ უფლის ანგელოზი გამოეცხადება წინამძღვარს და დააბრუნე ისე უკანო. და ისე უკან ძმობამ პატიების თხოვნით დააბრუნეს მონასტერში, მაგრამ იქაც დიდხანს არ გაჩერებულა და ესე სვეტზე დაიწყო მოღვაწეობა. პატრიარქმა გააგზავნა მასთან თავისი წარმომადგენლები და უთხრეს, რომ თუო ისო თქვენ მოწოდებაზე არ ჩამოვა სვეტიდან, ჩათვალეთო, რომ ეშმაკის დაქვემდებარებაში არისო და იღუპებაო. და მართლაც როდესაც მივლეთ, მოუწოდეს, რომ ჩამოსულიყო, მან ლოცვა შეწყვიტა და დაიწყო ჩამოსვლა, მაგრამ იქვე გააჩერეს იმ იმსვენება, რომ არავ გაჩერდიო, შენი მოღვაწეობა ღვთისათვის საცნო არისო და მართლაც აი ესე დიდი მამა იყო, მისი დედაც დღეს მისი ხსენება, მართას ხსენება და სწორედ ისიც მისი გაზრდილი იყო სვიმონი და აი ესე განდიდა მთელი ოჯახი. შვილიც და დედაც წმინდანები არიან და უდიდესი წმინდანები. თქვენ იცით ასევე, რომ სვიმონ მესვეტემ მრავალი სასწაული აღასრულა, მას ეშმაკი ებრძოდა ხირულად. და თითქმის 80 წელი განვლო მოღვაწეობაში, 18 წელს აღიკვეცა და მათ შორის 57
წელიწადი იყო სვეტზე. მთელი მარხვა ის არაფერს არ გებულობდა ხოლმე მარხვის განმავლობაში. აი ესეთი დიდი მესვეტის ხსენება არის დღევანდელ დღეს. შევთხოვთ აი ამ დიდ წმინდანებს, რომ ყოფილიყვნენ წინაშე ღვთისა ჩვენთვის, სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. მე ძალიან გული მტკივა, რომ ეს დღესასწაული უკვე დიდი ხანია არსებობს, უკვე 8 წელიწადი არის და ძალიან ცოტა ხალხი იკრიბება. ეს ამას თავისი დიდი დატვირთვა აქვს, თავისი დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს სიმხელა ტერიტორია და ეს ადგილი, კურთხეული ადგილი, აქ 3 ტაძარი არის. არის ილია წინასწარმეტყველის ტაძარი, არის წმინდა ნინოს მშობლების ზაბურონ და სოსანასი, რომელიც წმინდანად შერაცხვის შემდეგ პირველი აშენდა საქართველოში. ესეც არ არის შემთხვევითი. მთლიანად აი ეროვნული დატვირთვა აქვს აი ამ ადგილს და ამ მონასტერს. ილია წინასწარმეტყველი არის მეორედ მოსვლის წინამორბედი, ასე უწოდებენ მას. მეორედ მოსვლის წინის გამოჩნდება. ეს არის წმინდანი, რომელსაც სიკვდილი არ განუცდია. და ცოცხალი წმინდანია საუკუნეების განმავლობაში. აი სწორედ სვიმონ მესვეტესაც ეშმაკის მანქანებით გამოეცხადება ცეცხლოვანი ეტლი და ეთქვი ეს ეშმაკი, რომ შენო იმხელა სიწმინდეს მიაღწიეო, რომ ღირსი ხარ, რომ ამ მეტელზე დაბრძანდეო და ზეცად აგიყვანოთო. და საოცარია მართლა დაიჯერებს ამას, მაგრამ პირჯვარი გადაიწერა და პირჯვის გადაწერის შემდეგ განხარდება ეს ჩვენება. ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. ცნეობა ძალიან დაცემულია ერში. ადამიანები მიცემულიან თვითკმაყოფილებას, ვითაც დაკმაყოფილდებიან, ყველაფერზე მიდიან. ყველაფერს აკეთებენ. ეს წამალი არის, გახმილება არის, ჭამასმა არის. აი პირუტყვს მიემთავს ადამიანი. აი ასეთ დროს ძალიან ძნელი არის ადამიანმა შეინარჩუნოს სულიერება. ძალიან ძნელი არის, რომ ზნეობრივად იცხოვროს. დღეს თავს რითი იმართებენ, როდესაც ვეუბნებით, რომ რატო ცხოვრობ ასე? 21 საუკუნეა. რას ქვია 21 საუკუნე? ვინ მოგცა იმის უფლება, რომ 21 საუკუნეში ყველაფერი ვაკეთოთ? რაც ჩვენ გაგვეხარდება, რასაც ეშმაკი შთაგვაგონებს. პირიქით, მეორედ მოსვლის წინა პერიოდი არის. არავინ არ ვიცით, როდის იქნება ეს, მაგრამ ნიშნები მოცემულია. დღეს შემოკლდებაო და შემოკლებულია დრო. ძალიან სწრაფად მიდის დრო. ერიერსაზე და აღდგება, მეუფება მეუფებასაზე და აღდგებაო, მიწისძვრები იქნება და გახშირებული ეს ყველაფერი. წყალდიდობები იქნება. მშობელი შვილს მოკლავს, შვილი მშობელს მოკლავს. აი სწორედ ეს ნიშნები ჩვენთან არის, დღეს არის ეს ნიშნები. და გამომდინარე აქედან ჩვენ ყველანაირად უნდა შევიზღუდოთ, მადლით. აი დღეს თქვენ მოისმინეთ, რომ უფალი, როდესაც დაბრძანდებოდა ადამიანებს შორის, ის უდიდესი მადლის მატარებელი იყო. მასზე შეხებით უკვე იკურნებოდნენ ადამიანები, მაგრამ დღეს თქვენ მოისმინეთ სახარებიდან, რომ მისი ბაგეებიდან მადლი გამოდიოდა. აი სწორედ ეს ნიშნავს, რომ ადამიანი რო სიტყვას იტყვის, ზოგი სიტყვა არის ძალმოსილი, ზოგი არის გაფერფთარებული და უძალო. და რაშია მდგომარეობა, როდის არის ძალმოსილი სიტყვა? მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს რწმენა და ცხოვრობს რწმენის შესაბამისად. მის სიტყვა ძალა აქვს. მისი სიტყვა, როგორც ის არის, ესობა ადამიანს გულში და გვივდება და კეთილ ხელს და კეთილ ნაყოფს გამოიღებს. ხოლო ვინც არ ცხოვრობს შესაბამისად და მარტო ლაილაი ლაპარაკობს, სხვათა შორის და ლაპარაკისთვის ლაპარაკობს, მის სიტყვას ძალა არ აქვს. ამიტომ ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ გვინდა, რომ ჩვენ სიტყვას ძალა გქონდეს, ჩვენ შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არის. ჩვენ რო ვიძახოთ, რომ ვართ მართლმადიდებლები და საქმე არ ვაკეთოთ შესაბამისად, ჩვენ არა ვართ ქრისტიანები, ჩვენ მხოლოდ სახელით ვართ ქრისტიანები. ისე რომ მაცხოვარი რო ხანდაკებდა, მადლი გამოდიოდა მისი ბაგეებიდან.
ამიტომ მოაქცევდა ყველას მისი სიტყვები, მისი ქადაგება. და დღესაც შეიძლება სასულიერო პირი, რომელიც შესაბამისად ცხოვრობს, როგორც წმენაც აქვს. და სიტყვა და საქმე მისთვის ერთია, მის სიტყვას ძალა აქვს. შეიძლება ადამიანმა 1 საათი ისაუბროს ადამიანებთან და არაფერი არ დარჩეს. ხოლო შეიძლება 2-3 სიტყვა თქვას ადამიანმა და ის ყოველთვის დაამახსოვრდეს და ყოველთვის ახშოვდეს. და სწორედ იმ სიტყვის შესაბამისად იცხოვრობს. მერთმა აგლოცოთ, მერთმა გევანდელ წმინდათა ლოცვით ერთობა ქნას ქართველ ერში, ერთსულოვნება სამშობლოსადმი, დედა ეკლესიისადმი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი. აი სწორედ ამაში გვჭირდება ერთსულოვნება და ერთობა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არაერთის მithვამს, რომ ჩვენ წინაშე არის ხოლმე ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენები. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ არჩევნები მოგვიახლოვდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ღვთისნების გარეშე არაფერი არ იქნება. უფალი მეფობს ამ ქვეყნად და უფალს მოყავს ხელისუფლებაც. ისეთი, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ. მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რომ მივდივართ არჩევნებზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ. ჩვენ არა ვართ პირუტყვი, არა ვართ სხვა. რასაც ჩაგვდახებენ ის რომ გავაკეთოთ, ან გაგვრეკავენ და საძოვარზე გარეკავს სხვა და მიდის ჩვეულებრივად ამ დაძახილზე. ჩვენ ვართ გონიერი არსებანი. ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, არც იმის გამო რომ ვიღაცა ფულს გაძლევს, არც იმის გამო რომ რაღაცას გვპირდება თანამდებობას, არამედ სამშობლო უნდა იყოს უპირველესი. ჩვენი ერი უნდა იყოს, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს და იმათ უნდა მისცეთ ხმა, ვისიც გჯერავთ, რომ ისინი თავის სიტყვას შეასრულებენ. თუ არადა, თუ თქვენ ისეთ ადამიანს მისცემთ ხმას, რომელიც არ გაამართლებს, თქვენ მონაწილე იქნებით მის ცოდვაშიც. რახან თქვენ თქვენი ხმა მას მიეცით და პასუხს აგებთ ღვთის წინაშე, იქიდან გამომდინარე იმან გაამართლა თუ არ გაამართლა. თუ გაამართლა და სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის, მაშინ ის სიკეთე შენზეც გადმოვა. და თუ არ გაამართლა და არასწორად